გამარჯობათ. დღეს გვექნება სერიოზული თემასთან დაკავშირებული საჯარო გაშლა. რისი თქმა სურს გარდაცვლილ ადამიანს? თქვენ კონკრეტულ ვარიანტზე ჩაიფიქრებთ კონკრეტულ ადამიანს, ვისგანაც გენდომებათ რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მიღება, ან უბრალოდ მოსმენა, რისი თქმა სურს მას. ან ცოცხალი რომ იყოს, რას გეტყოდათ? საკმაოდ სერიოზული თემა არის, თუ ვინმე არასერიოზულად უყურებს რაღაცა კუთხით არსებულ თემას, შეუძლია გავიდეს საღადაო თემა და გასართობად საყურებელი თემა ნამდვილად არ არის. პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით პირადში, Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მაშასადამე, ნახოთ არსებული თემები. ვარიანტების რაოდენობა იქნება 2 ვარიანტი, იმიტომ რომ საკმაოდ ენერგომხარჯველი ინფორმაცია იქნება. ქალი უკვე მოისწრაფის რაღაცა გარკვეული კუთხით ინფორმაციის მოწოდებისთვის, მივალთ კონკრეტულ ვარიანტამდე და ნახოთ არსებული ინფორმაციები. მაშასადამე, კონცენტრირდით, ფეხები გაასწორეთ სწორად დაჯექით და დავიწყოთ. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, რა სურს თქვენს გარდაცვლილ ადამიანს თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება, რას გეტყოდათ? მეორე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ თქვენთვის ასურველი ვარიანტი, ან შეგიძლიათ ერთ კონკრეტულ ვარიანტზე ერთი ადამიანი ჩაუთქვათ, ან უბრალოდ აირჩიეთ ერთი ვარიანტი და რასაც მოისმენთ ინფორმაციას. პირველი, მეორე, მათ ვინც ვერ მოსწრეთ არჩევა, დააპაუზოთ. დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, აქ რასაც მიჩვენებს სიტუაცია, მოსული არის ქალის პოზიცია. უფრო მეტად არის ქალისგან მოსული ინფორმაცია. რა ინფორმაცია იქნება მოწოდებული ამ ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, რისი თქმა უნდათ? აქ რასაც მიჩვენებს სიტუაცია, საკმაოდ მოწყენილი პოზიციის მდგომარეობაში არის და ეს არის მდგომარეობა, როდესაც თითქოს შენ სიტუაციას განიცდი. შენ სიტუაციას გარკვეული კუთხით ოჯახის თემასთან დაკავშირებით, პირადის თემასთან დაკავშირებით. გარკვეული კატეგორიისთვის შეიძლება გადათამაშდეს ესეთი მომენტი, რომ რაღაც სამთლადში და სიტუაციებში დალაგებული არ გქონდეს ოჯახის თემებში. პირდაპირ ინფორმაციის სახით რაც მოდის, თითქოს რაღაც ნერვიულობს თქვენთან დაკავშირებით, თითქოს გეუბნება, რომ ნუ გეშინია ყველაფერი გადალახვადი არის, მე შენ გვერდით ვარ, როგორც კი რაღაცა მომენტში იგრძნობ, რომ მეტი ძალა აღარ გაქვს, აღარ შეგიძლია მეტი ბრძოლა, უბრალოდ დახმარებისთვის მომთხოვე დახმარება, მე შენამდე მოვალ, მე შენი ყოველთვის მესმის. აქ ძალიან ძლიერი მფარველობა და კავშირი იგრძნობა ქალის ენერგიის კუთხით, ხო, გარდაცვლილი ქალის კუთხით არის ეს ყველაფერი. კონკრეტულად უფრო თემა რო ჩავშალოთ, რისი თქმა უნდა ამ მომენტისთვის თქვენთვის რას გეტყოდათ ეს ადამიანი თქვენ ამ ვარიანტის წარმომადგენლებისთვის რა ინფორმაცია იქნებოდა. გახსოვდეს, რომ ყოველი სირთულის შემდეგ არის გადალახვის პროცესი, როგორც ან უნდა პრობლემური თემები იყოს. ფინანსური თემა იქნება, ზოგადი სიტუაციები, ყველაფერს გამკლავდები. შენ მე ძალიან მგავხარ, შენ საკმაოდ ძლიერი პიროვნება ხარ, მე შენთან ვარ და ყოველთვის დაგეხმარები. შესაძლებელი არის ცხოვრებისეულად გქონდეს ხოლმე გარკვეული კუთხით დიდი წინაღობები, ხელისშემშელი ფაქტორები, მაგრამ მე ყოველთვის შენთან ვარ. ეს არ დაგავიწყდეს. ასევე გახსოვდეს, რომ სამართლიანობა ყოველთვის გამარჯვებული იქნება. სამართლიანობისთვის უნდა უფრო მეტი იწვალო. მართალია შენი ბევრი ნათქვამი არ მოსწოთ გარშემო მყოფებს და ხშირად შეიძლება ამისთვის გქონდეს პრობლემური სიტუაციებიც, მაგრამ იყავი მართალი საკუთარ თავთან, იყავი სამართლიანი ცხოვრებისეული სიტუაციებით, არ მისცე ცხოვრებას უფლება, რომ რაღაცა მომენტში გზიდან გადაგახვევინოს. იყავი უფრო მეტად წმინდა, იყავი უფრო მეტად სუფთა. ცოცხალი რო იყოს, რას გეტყოდათ? როგორ მინდოდა რომ მოსწრებოდი შენ შვილებს? როგორ მინდოდა რომ მათთან ერთად გამეტარებინა დარჩენილი დრო? რამხელები არიან უკვე? კარგი იქნებოდა რომ შევსწრებოდი ამ ყველაფერ სიტუაციებს, მათ ღვთის მდგომარეობას, მათ გზაზე დაყენების სიტუაციას. ძალიან საკმაოდ ისეთი მძიმე მოდის ინფორმაცია და საკმაოდ მძიმე არის ენერგეტიკულად ეს ყველაფერი.
უბრალოდ გულგრილად ვერ ვიქნები ემოციების კუთხით ამ ინფორმაციაზე. ძალიან განიცდის იმას, რომ ვერ მოახერხა შენ გვერდით ყოფნა კიდევ უფრო მეტი დრო. რომ შესწრებოდა ყველაფერი შენ სიტუაციებს, შენ წინსვლას, შენი ოჯახის წევრებთან ერთად განვითარებულ მოვლენებს. როგორ ვამაყობ შენით, რამდენი შეძელი უკვე, რამდენად დამოუკიდებლად გაუმკლავდი ყველაფერს. მიამაყები, იცი? ამდენ პრობლემას, ამდენ სირთულეს, რომ მარტო უკლავდები საკუთარი თავის იმედი უფრო მეტად გქონდეს. ნუ შეგეშინდება იმის, რომ რაღაც მომენტში შეიძლება დაეცე. შენ უნდა იცხოვრო რა თქმა უნდა საკუთარი თავისთვის და შენიანებისთვის, შენი ოჯახის წევრებისთვის, ბავშვების სიტუაციაზე მეტად ამომდის ორიენტირება. რაღაცა მომენტში გახსოვდეს, რომ სიმარტოვის თემა ერთეულებისთვის არის, ერთეულებისთვის მათთვის, ვინც უფრო მეტად ძლიერები არიან. შეიძლება შინაგანად ყოველთვის გქონდეს სიცარიელის მომენტი, მაგრამ იმაზე უფრო მეტად ძლიერი ხარ და იმაზე უფრო მეტად მეტი შეგიძლია, ვიდრე შეიძლება რომ შენ ფიქრობდე. სიმარტოვი სისუსტე არ არის. სიმარტოვი არის ის გზა, რომელსაც ადამიანები ძლიერებიდან გამომდინარე გადიან. მეტი რწმენაში გქონდეს საკუთარი თავის, უფრო მეტად იწამე გარკვეული სახის ენერგიების. რჩევა თქვენთვის რა უნდა ამ ადამიანს. მეტად მოусმინე საკუთარ ინტუიციას, საკუთარ სიზმრებს, საკუთარ შეგრძნებებს. მე ყოველთვის მოგცემ მინიშნებებს, მე ყოველთვის მოგცემ გაფრთხილებებს, როგორც სიზმრების სახით, ასევე ზოგად სიტუაციებში უბრალოდ მეტად მომისმინე. მე შენთან ვარ, მე შენი მფარველი ვარ. მიიღე ის ნიჭი და ის ძალა, რაც გაგაჩნია. და დამიჯერე უფრო მეტად გაძლიერდები. საკმაოდ რაღაცა მძიმე ვარიანტი იყო, პირველი ვარიანტი, პირდაპირ ლოდი რო დაგედება გულზე, ესეთი პოზიცია არის და საკმაოდ ასე ვთქვათ, იმოქმედა ჩემზე ეს ყველაფერი, არ ვიცი რამდენად ხედავთ, მაგრამ სანთლები როგორ ტირის ხო ჩამოდის ცრემლებად ეს ყველაფერი. მადლობას ვუხდით თქვენს წინაპარს, თქვენს ადამიანს, რომელიც მოვიდა და თქვენამდე ეს ინფორმაცია მოიტანა. მადლობას გიხდით პირველი ვარიანტის წარმომადგენლებზე, ვინც იყავით და მომაწოდეთ ინფორმაცია. გადავდივარ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე აქ რასაც მიჩვენებს სიტუაციას, აქაც არის პირდაპირ მნიშვნელობით უფრო მეტად მოსული კაცური ენერგიები, კაცის სიტუაცია არის, რისი თქმა სურს არსებულ ადამიანს თქვენთვის კაცის ენერგიები არის. პირდაპირ რატომღაც კაცის ენერგიებით ლაპარაკობს, კაცური ენერგიები მოდის მეტად, რისი თქმა სურს, რას გეტყოდათ თქვენ. უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინე გადაადგილებასთან დაკავშირებით, უფრო მეტად იყავი ორიენტირებული გზის სიტუაციებზე, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციე შენს, ასე ვთქვათ, პირდაპირ რაღაც მამოძრავებელი თემები ამომდის. შეიძლება იყოს გადასახსრების სიტუაცია, ძლოვანი სისტემა, ვენების თემა, ყველაფერი რაც დაკავშირებული არის გადაადგილების სისტემასთან დაკავშირებით, მეტი ყურადღება მიაქციე ჯანმრთელობის თემას. თუ ატყობ, რომ რაღაცა ისე ვერ გაქვს, პირდაპირ მნიშვნელობით განმეორდები გადაადგილებასთან დაკავშირებული სიტუაციები, შეიძლება იყოს ხერხემალი, ძლოვანი სისტემა, ეს პირდაპირ მნიშვნელობით ვენების თემა, რომ ატყობ, რომ რაღაცა ისე ვერ არის კიდურების კუთხით დროული რეაგირება მოახდინე. რაღაცა კუთხით შეიძლება თლად ისე ვერაფერი არ იყოს ყველაფერი ისე კარგად როგორც შეიძლება რომ შენ გეგონოს. ნუ გადადებ დროული რეაგირება მოახდინე. მოდი უფრო მეტად თემა გავშალოთ კონკრეტულად ამ ადამიანს თქვენთვის რისი თქმა სურს ამ მომენტისთვის ამ გარდაცვლილ ადამიანს. არსებული სიტუაცია ფინანსებთან დაკავშირებით რა კუთხითაც იმყოფები ამ მომენტისთვის. ნუ შეგეშინდება,
მოგვარებადი სიტუაცია არის მატერიალურ თემაში. ერთადერთი მომენტი გაითვალისწინე ის, რომ ადვილად ნუენდობი პირდაპირ მატერიალურ საკითხებში ადამიანს, ნუ ხარ მიამიტი. მე რამდენჯერღა უნდა გქონდეს იმედგაცრუების მომენტი ფინანსურ თემებში და არა მარტო ფინანსურში. მეტი მოთმინება გამოიჩინე, მეტი თვითრწმენა გქონდეს იმის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება. ფინანსური საკითხი, რომელზეც ახლა ნერვიულობ და რომელიც შენთვის ძალიან დიდი სანერვიულო სიტუაცია არის, სულ მალე ეს ძალიან კარგად მოგიგვარდება. ისეთ სიტუაციაში მიიღებ დახმარებას და ისეთ სიტუაციით წავა თემები, რომ საერთოდ შეიძლება არაფრის იმედი რო აღარ გქონდეს. პირდაპირ მიჩვენებს გამართლება და ლაგებას მატერიალური საკითხების მიმართ. გახსოვს როგორი პრობლემური თემები ქონდა ფინანსურ თემებში და როგორ დაალაგდა მალევე, როგორ მოგვარდა, როგორ გადავლახეთ, იმედი არ დაკარგო. იმედი არ დაკარგო იმის, რომ უზენაესი დაგიცავს, იმის, რომ დახმარების მომენტი ყოველთვის იქნება მეტად პოზიტიური განწყობით იყავი. თითქოს აი აქ მეორე ვარიანტზე უფრო მეტად ითხოვენ თქვენს ასე ვთქვათ სურვილი აქვს, რომ თქვენ დაგეხმაროთ უფრო მეტად ფსიქოლოგიური კუთხით მეტი მხარდაჭერა გჭირდება, თითქოს რაღაც იმით გადაწურულ პოზიციაში ხარ ეს ვარიანტი. ყურადღება მიაქციე სიზმრების მდგომარეობას. სიზმრები კოშმარული, რომელსაც შეიძლება ხედავ, რეალურად ეს არის შენი ძალის გამოვლინება. შენ კონკრეტულ ძალას, შენ კონკრეტულ ენერგიას უნდა შენთან კავშირი, ნუ შეგეშინდება. ეცადე რომ მოლაპარაკება გააკეთო შენ კონკრეტულ ენერგიასთან, რომ უფრო მეტად გაძლიერდე. ასევე ზედმეტად დიდ დროს ნუატარებ სარკის პოზიციასთან. ან ზოგადად საკუთარ კომპლექსებს მიაქცია ყურადღება. რეალურად ლამაზი ხარ. ნუ გაქვს კომპლექსები გარეგნობასთან დაკავშირებით. ნუ გაქვს კომპლექსები ის, რომ შეიძლება ვიღაცის თვალში ლამაზად არ გამოჩნდი ან კარგად არ გეცვას. ეს ყველაფერი უბრალოდ შენი ილუზიის მდგომარეობა არის. არიან ადამიანები, მათთვისაც სასურველი ხარ, უყვარხარ და გიღებულობენ ისე, როგორც საჭირო არის. მეტად აიმაღლე თვით შეფასება. ცოცხალი რო იყოს არსებული ადამიანი, რას გეტყოდეთ? რას გეტყოდათ და რეალურად ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი დრო უნდა დაუთმო საკუთარი თავის რეალიზირებას, საკუთარ ჯანმრთელობას და საკუთარ თავს ყველანაირ ასპექტში. ეს იქნება პირადის კუთხით, ეს იქნება ფინანსური კუთხით, პირადი სიამოვნების თემის კუთხით. გახსოვდეს, რომ ერთხელ ცოცხლობ და ერთხელ ხარ მოსული. ნუ აყენებ საკუთარ თავს უკანა პლანზე, რომ სხვებისთვის იყოს უფრო მეტად კარგი თემები. შენ თავს ყველანაირად უკან ნუ წევ. ნუ ხარ დაჩაგრულ პოზიციაში. ადექი და შეცვალე შენი სიტუაციური მდგომარეობა. თუ წასასვლელი ხარ რაიმე კონკრეტული სიტუაციიდან წადი, რაღაცა გადაადგილება გჭირდება, სიტუაციური ცვლილება. შენ თუ უბრალოდ მოდივად იქნები კაპრიზნულ თემაში, რომ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, არა შეგეცვლება რეალობა. მეტი გამბედაობა გჭირდება. ნუ ელოდები იმას, რომ შეიძლება რაღაცაში მეტად დაგაფასონ და შენი ზეთგადაყოლა დანახული იყოს. არ იქნება ესე. იყავი საკუთარი თავისთვის. ეს იქნება შვილი ნათესავით ნებისმიერი ადამიანი. ნუ რავისგან ელოდები აღიარებას და მადლობის თქმას. შეიქმენი საკუთარი ბედნიერების სიტუაცია, საკუთარ თავზე მეტად ორიენტირდი. სადაც საბრძოლი არის იბრძოლე. შენი სიტუაციური მიმართულება, ცხოვრებისეული ხედვები, ცხოვრებისეული სტილი უნდა შეცვალო. დროა უკვე რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადახვიდე, ზედმეტად მოძველებულ თემებში ხარ. ზედმეტად ერთ ადგილზე ხარ უკვე გაჭედილი. როგორც კი უკვე უფრო მეტად დააფასებ საკუთარ თავს და ისწავლი საკუთარი დროის სწორად გადანაწილებას და სიყვარულის შემდეგ უკვე მოსავლის თემაც მოვა. მერე უფრო მეტად დალაგდები სიტუაციების კუთხით. ნუ გაქვს დეპრესიული ფონი. ნუ გონია რომ ვინმე რამის შეგიცვლი, შენ უნდა შეცვალო შენივე რეალობა. დროა უკვე გამოხვიდე მსხვერპლის როლიდან და გადაადგილება განახორციელო. თუ სადმე გზის თემაზე წასვლასაც ფიქრობ, კარგი იქნება თუ წახვალან შეიცვლი სიტუაციებს.
მეტი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, ნუ გაქვს ბევრი კომპლექსები. კონკრეტულად მას თქვენთან დაკავშირებით მინიშნება, რას მოგცემდეთ და რას გეტყოდათ, ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენ შორის მარტო თქვენი ცდით ეს ინფორმაცია. გახსოვს ბავშვობაში როგორ მიყურებდი ხოლმე საქმეს, რომ ვაკეთებდი ხოლმე. როგორ ამაყობდი იმით, რომ მე შენთან ვიყავი, როგორ გიხარო და ჩემთან ერთად საქმის კეთება, რამდენჯერ დამხმარები ხარ. რამდენჯერ გიფიქრია, რომ ნეტა მისნაირი ვიყო, ნეტა მასავი ძლიერი ვიყო. გახსოვს როგორ გეხუტებოდი ხოლმე. ბოლოს რო გნახე სიზმარში, გახსოვს, როგორი აღტაცებით მიყურებდი, როგორ გეშინოდა იმის, რომ შეიძლებოდა რომ წავსულიყავი. მე ასად არ წავსულ ვარ, მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ, მე შენ გულში ვარ, ყოველთვის შენს ფიქრებში. როგორც კი გაგიჭირდება დამიძახი და მე მაშინვე შენთან გავჭდები. იგრძნობ ჩემ კავშირს. მეტი დრო დაუთმე საკუთარი თავის განვითარებას, სწავლას, გვიანი არ არის. რაღაც ახალი ცოდნა შეიძინა, რომ საკუთარი თავი თვითონვე რეალიზირებაში მოიყვანო. ნუ ხარ პოზიციაში, როდესაც უბრალოდ დინებას მიყვები, დროა უკვე გაარღვიო წრე ის, რაც საჭირო არის. იცი, აქ მოდის ინფორმაცია ესეთი, რომ იცი, როგორ არის, ხან ქალის ენერგია მოდის, ხან კაცის ენერგია, თითქოს აი ქალი და კაცი ერთდროულად მონაცვლეობით ლაპარაკობენ, ცოტათი ძნელი არის კონკრეტულად გარჩევა, მაგრამ აი ამ მომენტში უკვე ქალის თემა მოდის, რომ ჩემი რეცეპტი შეინახე. ჩემი რეცეპტი ხო კარგად გადგება. გახსოვს, როგორ გიყვარდა ხოლმე ჩემი რეცეპტით მომზადებული საჭმელები არა, რაღაცა უფრო ტკბილი ნამცხრისკენ მიდის ეს ყველაფერი. კი, აი ეს რაღაცა მოდის ინფორმაციულად, ჩემი რეცეპტი ხედავ როგორ გადგება ისე, როგორ გიყვარდა ეს. და უახლოეს პერიოდში ძალიან ახლობელი ადამიანის გაბედნიერების თემას ან ორსულობის სიტუაციასაც გაიგებ. ძალიან გაგიხარდება ეს თემა. და გახსოვდეს, რომ იქ სადაც ვარ, იმაზე უკეთესად ვარ, სადაც შეიძლება რომ ყოფილიყავი. შეხედეთ, როგორ ადგილას არის არსებული სული. ასე რომ მომენტებში თუ კი გამიხსენებ ხოლმე ძალიან კარგი იქნება. არ დამივიწყო. ეს ინფორმაცია იყო. მადლობას გიხდით მეორე ვარიანტს, ვინც მიყურებდით. ძალიან ისეთი ემოციური არის დღევანდელი დღე ორივე გაშლის განსაკუთრებით, აი პირველი უფრო მეტად, მაგრამ მეორეზეც არანაკლები იყო. მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ მიყურებდით. მადლობა, რომ ხართ ჩემი აუდიტორიის წარმომადგენლები. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება არის საჭირო. რომ იყოს ბალანსირება, გესურვებთ წარმატებას და კარგად ყოფნას ნახვამდის.